მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2020 წელი, ამოცანა ნომერი 18. სხეული ასრულებს ჰარმონიულ რხევას x ღერძის გასწვრივ. ნახატზე მოყვანილია სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. კოორდინატის დროზე დამოკიდებულებას აქვს შემდეგი სახე: x უდრის 100 - 2π ნიუტენს პლუს φ. გრაფიკიდან გამომდინარე იპოვეთ რხევის პერიოდი. მოცემული გვაქვს კოორდინატის დროზე დამოკიდებულება, რომელიც შემდეგი კანონით აღწერება 100 - 2π ნიუტენს პლუს φ. და გეკითხებიან რხევის სიხშირეს. ახლა თუ ამ გრაფიკს შევხედავთ, მოდი ჩვენ გამოვითვალოთ და ვიპოვოთ რის ტოლი არის რხევის პერიოდი, ანუ ის დრო, რა დროშიც სხეული თავის საწყის მდგომარეობას უბრუნდება. ამისთვის დაგჭირდება ჩვენ ბურთსობებს შორის რა დრო არის. ეს იყოს პირველი ბურთსობი, ეს იყოს მეორე ბურთსობი. პირველ ბურთსობში კოორდინატი პირველ ბურთსობის იქნება 1 2 3, t1 არის 3 წამი. მეორე ბურთსობის კოორდინატი t კოორდინატი იქნება t2 იქნება 7 წამი. შესაბამისად, ამათ შორის მანძილი, ბურთსობებს შორის მანძილი იქნება t პერიოდი t2 - t1, ეს ტოლი იქნება 7 - 3, ეს იქნება 4 წამი. ახლა თუ გავითვალისწინებთ, რომ რხევის სიხშირე არის პერიოდი შებრუნებული სიდიდე, ჩასმით მივიღებთ, რომ ეს იქნება 1 შეფარდებული 4 წამი - 1-თან. ეს კი იქნება 0.25 ჰერცი. ანუ საბოლოოდ მივიღებთ, რომ სიხშირე ტოლია 0.25 ჰერცის. პასუხი G.